Daახლოებით 70% იყო გაფუჭებული გადარგული ჩითილის. გორის რაიონის სოფელ სკრას მკვიდრ ფერმერს ვახტანგ ოქროშიაშვილს ივნისში მოსულმა სეტყვამ პომიდრის ჩითილები გაუნადგურა. სტიქიამ 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა. ფერმერს მოსავალი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია IC ჯგუფში ჰქონდა დაზღვეული. კომპანიამ ფერმერს ზარალი უკვე აუნაზღაურა და ჩითილების გადარგვის ხარჯი სრულად დაუფინანსა. სპეციალურმა კომისიამ, რომელმაც შეამოწმა ეს დარგული ჩითილი 70% კვალიფიკაცია მისცა, რომ 70% იყო განადგურებული. დაზღვეული მქონდა IC ჯგუფში, რომელმაც ახლობით დარეკვიდან მეორე დღეს, მესამე დღეს უკვე აქ ექსპერტები იყვნენ ჩამოსული, ეს მოსავალი ისქნეს, შემდგომში მათი საშუალებით მივიღე თანხა ამ გაფუჭებული იმის და შევიძინე შემდგომში ჩითილი და დავგია და აგერ ხედავთ ახლა რაც არის მოსავალს ვიღებ და გარკვეულწილად ისე მივყავს. მე მაგალითად პირადად მომოვარწევს დავაზღვევ მთლიანად რაც მექნება. 300 ჰექტარი იქნება, 400 ჰექტარი აბსოლუტურად სხვადასხვა კულტურები მაქვს და დავაზღვევ. ისე ჩემნაირად ფიქრობს ყველა ის ხალხი, ვინც ჩემგვერდში არის და ვინც იცის რომ მე ის დაზღვევამ ტყუილად არ ჩაიარა რა, რომ რაც ფაქტიურად გაფუჭდა ამინაზღაურეს. რომელიც ის იყო აი მოსაჭრელი აღარ გამოდგებოდა ის ხო მოვაჭრელი და რომელიც ცოტა აი იყო ზედა კანზე რა ამას დავტოვეთ. კიდევ ერთი ფერმერი, ვისაც IC ჯგუფმა სტიქით გამოწვეული ზიანი აუნაზღაურა და პომიდრის ჩითილების გადარგვა დაუფინანსა, სოფელ სკრას მკვიდრი ბეჯან მაზიაშვილია. ფერმერი რამდენიმე კვირაში უკვე მოსავლის აღებას შეძლებს. წელს ჰქონდა დაზღვეული ვაშლის ბაღები, პომიდრის ბაღები, საიდანაც 70% ვიფინანსებდა მთავრობა, 30% ვიხდიდით ჩვენ თვითონ. რისეც კმაყოფილი ვარ მე ძალიან. IC ჯგუფიდან ჩამოსულები იყვნენ 2 ახალგაზრდა, რომლებმაც აი რჩევაც მომცეს, შეგვიმოწმეს ფართობი, დაზიანებული აღვიღრიცხეს ყველაფერი და გადაგვიხადეს თანხა. რაც იყო დაზიანებული. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება აქვთ სხვადასხვა კულტურის მოსავალი სეტყვაზე, ჭარბნალექზე, ქარიშხალსა და საშემოდგომო ყინვაზე დააზღვიონ. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ფერმერს სადაზღვევო პოლისის 70-80% უფინანსებს. სადაზღვევო კომპანია IC ჯგუფი 2015 წლის მონაცემებით მოზიდული პრემიის მიხედვით მთლიანი ბაზრის 26,2% ფლობდა. წელს კომპანიამ 1116 ბენეფიციარი უკვე დააზღვია. IC ჯგუფი ჩართულია დაარსების დღიდანვე ამ პროგრამაში და ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. მარტო 2015 წლის მონაცემებით დაახლოებით მილიონი ლარია მხოლოდ IC ჯგუფის მიერ ანაზღაურებული ზარალი. ხოლო წელს რაც შეეხება პირველად მოხდა შემთხვევა, როდესაც ზიანის ანაზღაურება მოხდა შუა პროცესში. ჩვენ გქონდა შემთხვევა, როდესაც დაისეტყვა ჩითილები პომიდრის და ამ შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხდა ანაზღაურება კვლავ წარმოებისთვის. აბსოლუტურად ყველა რეგიონში იყო შემთხვევები სხვადასხვა ტიპის, ანუ იყო როგორც ქარიშხალი, ისე სეტყვა არის, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში. აბსოლუტურად ყველგან მობილური ჯგუფები ჩვენი ექსპერტები გასულები არიან, ზარალები შეფასებულია და ეხლა ველოდებით მოსავლის აღების პერიოდს, რომ მოახდინოთ აღნიშნული თანხების ანაზღაურება. წელს IC ჯგუფს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1400 პოლისი აქვს გაცემული. მთლიანობაში კი ქვეყნის მასშტაბით 1560 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს დაზღვეული, რაც გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ მეტია.